საფონდო ბირჟებზე ვოლატილობა და ნავთობის ფასის გაძვირება დიდი შვიდეულის ქვეყნების საგანგებო შეხვედრის მიზეზი ხდება. წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეკონომიკური გავლენის განსახილველად შეიკრიბებიან. რა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ქვეყნების მმართველებსა და ინვესტორებს ყველაზე მეტად აშფოთებს? სტუმართან ვისაუბრებთ რატი მესხიშვილი, მატიოს დამფუძნებელი გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. მე ხამაყურებელს მეტნაკლებად გავაცანი თუ რა ხდებოდა ნავთობისა და მსოფლიო საფონდო ბირჟებზე და მაინც სახარბიელო მდგომარეობა რომ არ გვაქვს შეუიარაღებელი თვალისთაც ეს ჩანს იმის მიუხედავად ერკვევა ადამიანი ამ ნაწილში თუ არა. როდესაც ნავთობი ავიდა $17-მდე პრაქტიკულად ეს იყო ერთგვარი რაღაც იმ მომენტის შოკი. მე თვითონ ნელ-ნელა დაიწყო დასტაბილურება და მეტნაკლებად უკვე ანალიტიკოსებმა მეტდილი და რასაც ვადევრ თვალს დაიწყეს გაანალიზება შემდგომ პროცესებთან მიმართებაში. ეხლა რა სურათიც გვაქვს რაზე მეტყველებს ეს სურათი და მე უკვე ვისაუბროთ რა თქმა უნდა იმ მოლოდინებზე რომელიც ამ პროცესებს უკავშირდება. კი ბატონო, პირდაპირ ნავთობს რო შევეხოთ ამ შემთხვევაში ჰორმუზის სრუტე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, რომელიც კაიხანია უკვე დაკვირვების ქვეშ არის, იმიტომ რომ აქ მოძრაობს ნავთობის მსოფლიო ასე რომ ვთქვათ supply demand-ის 1/5, 20%. რა თქმა უნდა ამ ომმა აქ ნავთობის მოძრაობა თითქმის ნულამდე დაიყვანა და ეს საკმაოდ პრობლემატური გახდა ნავთობისთვის, ამიტომ არის ესე ძალიან გაზრდილი ნავთობის ფასი და რისკი არის იმისი, რომ თუ ესე დიდხანს გაგრძელდა ომი, შესაბამისად ნავთობის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, დიდხანს შენარჩუნდება, ეს დაარტყავს ინფლაციას, დაარტყავს კონკრეტულ სექტორებს მეტად, როგორც არის ტრანსპორტირება, ტურიზმი, ენერგეტიკაზე დაყრდნობილი მძიმე მწარმოება, ზოგადად ენერგეტიკის სფერო, გაზრდება გაზი, გაზრდება ნავთობი, გაზრდება ბენზინი. ხო, რაც ჩანს კიდეც ნავთობის გაძვირებამ რეალურად საკმაოდ რთული სურათი შექმნა მათ შორის გაზთან მიმართებაში, არა მხოლოდ ნავთობისგან გამომდინარე, არამედ თვითონ გაზის მარაგებიდან და გათხევადებული გაზის შემთხვევაში მაგალითად ქუვეითის ფაქტორმაც ძალიან დიდ წილად იმოქმედა და რეალურად ამ პროცესებს ვხედავთ. მოლოდინები როგორი აქვთ ანალიტიკა, რასაც უყურებთ იმ პროცესების გათვალისწინებით? ამ მდგომარეობით საუბარი არის იმაზე, რომ თუ გაგრძელდა ეს ომი და ასე ვთქვათ, ჩაკეტილი არის ამ შემთხვევაში ეს ჰორმუზის სრუტე, ნავთობის ფასი გაიზრდება, შესაძლოა გაიზარდოს $130-დან $150-მდეც კი, მაგრამ თუ დაწყნარდა ომი, რაღაცნაირი დიპლომატიური გადაწყვეტილება მოხდა, შესაძლებელია რომ მალევე გაიხსნას სრუტე და ფასები ნავთობზე უფრო დასტაბილურდება. ჩამოიწევს უფრო დაბლა, მაგრამ რამდენად დაიწევს ომამდე პერიოდამდე ეს უკვე კი ბატონო. საკმაოდ საინტერესო თვითონ ჰორმუზის სრუტის საკითხი. ბოლო დღეების განმავლობაში ალბათ მედია საშუალება არ არის საქართველოსა თუ მსოფლიოში, რომელიც ამ საკითხს არ ეხება, ხო? რატომ აქვს მნიშვნელობა, თქვენ კი რაღაც შესავალ ნაწილში ახსენეთ კიდეც ჰორმუზის სრუტის ფაქტორი, თუმცა რატომ აქვს ჰორმუზის სრუტეს ამ ხელა მნიშვნელობა, თუ მხოლოდ პირობითად მსოფლიო ნავთობის მხოლოდ 20% გადის დაუშვათ ამ სრუტეში, ეს 20% რა მასშტაბის და რა მოცულობის არის და მე აუცილებლად ცალკე მინდა შევეხო რეალურად აი ამ ნავთობი ამ შემთხვევაში ამ ჩაკეტვის მით ბალანს როგორ ახერხებს დაუშვათ დაბალანსება დანარჩენი მსოფლიო, მათ შორის რუსული ნავთობის საკითხსაც. ნუ 1/5 საკმაოდ დიდი რაოდენობა არის, ჩავთვალოთ რომ ნავთობმომარაგების 20% უცებ ჰაერში ქრება, ეს ძალიან არტყავს ნავთობის ფასს, იმიტომ რომ მოთხოვნა მინიმუმ იგივე რჩება და შესაბამისად ფასები იზრდება. რაც შეეხება უკვე ბალანსს ამ შემთხვევაში არის რაღაც ალტერნატიული წყაროები, რომლის მოძიებაზეც მუშაობენ ექსპერტები და ინდუსტრიის წამყვანი ფიგურები, თუმცა არც ერთი არ არის სრულად გადაწყვეტი და ვერც ერთი ვერ შეედრება იმას, რომ ჰორმუზის სრუტე მთლიანად გაიხსნას, ეს არის მხოლოდ ნაწილი. მაგალითად საუდიის არაბეთს აქვს იმ საშუალება, რომ 1.26 მილიონი ბარელი ნავთობი გაატაროს დღეში არა ჰორმუზის სრუტეთი, არამედ სხვა ალტერნატიული წყაროებით, მაგრამ ესეც ჯერ კიდევ მხოლოდ აი მიზერული ნაწილი არის იმ რაოდენობისა, რამაც უნდა გაიაროს, რაც გადიოდა ჰორმუზის სრუტეში. აქ შემო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვინ იყვნენ დამოკიდებული ჰორმუზის სრუტეზე. მათ შორის ჩინეთი, რომელიც ერთ-ერთი აქტიურად იყენებდა და ნავთობის კუთხით ძალიან აქტიურად ვაჭრობდა, მათ შორის ირანთან. აქ შემოდის ინდოეთის საკითხი, რომელსაც თითქოს უარი ჰქონდა ნათქვამი
რუსულ ნავთობზე სანქციების გათვალისწინებით, მაგრამ ეხლა რეალობა გვაქვს რადიკალურად სხვა, იმიტომ რომ სადღაც უნდა იყიდონ ამ ქვეყნებმა, მათ შორის მსოფლიოს ამ უდიდესმა მომხმარებლებმა ნავთობი. აი ამ რეალობაში შემოდის რუსული ნავთობის საკითხი და რეალურად თითქოს ის რომ რაც მეტად ვაწესებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, გარკვეულწილად მივიღეთ ის სურათი, როდესაც ეხლა პირიქით ცალკეულ შემთხვევებში მოუწიათ დაუშვათ სანქციების ნაწილის მოხსნაც კი. ეს რა ტიპის გავლენას იქონიებს ნავთობის ფასებზე, მათ შორის თუნდაც რუსეთის აქტიური დაბრუნება ამ მიმართულებით? ჯერჯერობით აქტიურად რუსეთი არ არის დაბრუნებული ამ მიმართულებით. აქ საუბარი არის, რომ ამერიკამ 30 დღიანი, ასე რომ ვთქვათ, მორატორიუმი გამოაცხადა და რუსეთმა შესთავაზა ინდოეთს, რომ ჩვენ მოგაწოდებთ ნავთობსო. ამ შემთხვევაში ეს რაღაც გავლენას რა თქმა უნდა იქონიებს, უბრალოდ ეს ვერ შეაჩერებს ფასის ზრდას. ის გამოიწვევს იმას, რომ შეიძლება ფასის ზრდა მეტნაკლებად დაბალანსდეს, არ იყოს ესეთი მზარდი, ესეთი სწრაფი, თუმცა კიდევ ერთხელ 20% უნდა შეიცვალოს რაღაცით, ხო? ეს რაღაცაც არ ჩანს ბოლომდე. ეს რაღაცაც არ ჩანს ბოლომდე, იმიტომ რომ ყველაფერი გაურკვეველი არის და ამ გზების, ალტერნატიული გზების ესე უცებ ჩანაცვლება არ არის მარტივი, ამას წლები, ხანდახან დეკადებით სჭირდება. თუმცა საკმაოდ კარგი გამოსაფხიზლებელი, ასე ვთქვათ, სიგნალი არის ზოგადად ინდუსტრიისთვის, რომ ინდუსტრია მეტად უფრო დივერსიფიცირებული გახდეს, უფრო მეტი სხვა გზები და ალტერნატივები მოიძებნოს, რაც მომავალში იმას განაპირობებს, რომ რაღაც კონკრეტულ ერთ ნაწილზე არ იქნება დამოკიდებული, სადაც რამე რომ მოხდეს, შეიძლება უცებ, რასაც დღეს ვხედავთ, ის სიტუაცია დადგეს. ბირჟების ნაწილს აუცილებლად შევეხება, ნავთობის შემთხვევაში თემა რომ ამოვწუროთ, სადამდე შეიძლება გაიზარდოს პირობითა, თუ ჩანს ეს სურათი დღეს? დღევანდელი მოლოდინი არის, რომ გახანგრძლივებული ეს არის თვეებზე გახანგრძლივებული კერძოდ შეიძლება წლის ბოლომდეც, ომი გამოიწვევს იმას, რომ შესაძლოა ნავთობის ფასი გაიზარდოს $150-მდეც კი თითო ბარელზე. საკმაოდ რთული პერსპექტივა არის. რაც შეეხება ბირჟებს, ბოლო დღების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ხედავდით აზიური საფონდო ინდექსების ვარდნას. და ეს აბსოლუტურად გასაგებიც იყო, ხო, რა ფაქტორებს, რა პროცესებსაც უყურებთ. თუმცა რა ხდება დაუშვათ ამ შემთხვევაში ევროპულ ინდექსებთან, ამერიკულ ინდექსებთან მიმართებაში და ეს ყველაფერი გლობალურად როგორ ხდება დაბალანსება აზიურისა და დაუშვათ დანარჩენი მსოფლიოს ინდექსების? საფონდო ბაზარი მაქვს ხედელობა. კი ბატონო, ამ შემთხვევაში აქციების ფასების ვარდნა და საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნა გამოიწვია იმან, რომ ომის ეფექტი ნამდვილად არის, მაგრამ არ არის ეს ძალიან მასშტაბური. აქ რეალობაში გათვალისწინებული არის ის, რომ ომის შედეგმა და ნავთობის პრობლემებმა შეიძლება ფასები ზოგადად პროდუქციაზე გაზარდონ, გაზრდილი ინფლაცია იყოს, რა თქმა უნდა, წარმოება უფრო ძვირი ხდება და მომხმარებლისთვის უფრო ძვირდება საქონელი, შესაბამისად, მომხმარებელი უფრო ნაკლებს შეიძენს, შესაბამისად, მოგება მცირდება კომპანიისთვის. აი ეს ფაქტორი არის კონკრეტულად გათვალისწინებული იმაში, რომ ფასები ახლა ჩამოვარდნენ. ცოტა ხანში ეს ომი თუ დიდხანს გაგრძელდა და ნავთობის პრობლემა არ აღმოიფხვრა, შემდეგ უკვე დავინახავთ, რომ კონკრეტულად ნავთობზე მძიმედ დამოკიდებული ინდუსტრიები ბევრად უფრო ნაკლებ მოგებას დაწერენ, მაგათი აქციები შეიძლება უფრო დაბლა ჩამოვიდეს, ხოლო სხვა აქციები შეიძლება დასტაბილურდეს. რამდენად შეიძლება რომ შექმნილმა ვითარებამ დაუშვათ გლობალურად მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შემცირება გამოიწვიოს, დღეს რა მოცემულობაც გვაქვს თუ განსაკუთრებით იმ პერსპექტივას ავიღებთ, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობდით, რომ წლის ბოლომდე შესაძლოა გაგრძელდეს არსებული კონფლიქტის საკმაოდ რთული ცხელი პერიოდები. ცხელს გულისხმობ ბუნებრივ საომარ მოქმედებებს. რა თქმა უნდა, მოლოდინი არის იმისა, რომ თუ წლის ბოლომდე გაგრძელდა, მაგალითად IMF-ის დირექტორმა გააკეთა ეგეთი მოლოდინი, რომ თუ წლის ბოლომდე გაგრძელდა ომი და ნავთობის პრობლემა არ აღმოიფხვრა, ამან შეიძლება გლობალურ ბაზარზე ინფლაცია გაზარდოს მიახლოებით 0.4%-ით. 0.4% გლობალურ ბაზარზე არ არის პატარა ციფრი, ეს საკმაოდ დიდი დარტყმა არის, აქ უნდა გავისწოროთ ევროპის მომენტიც, რომელმაც რუსეთის ომის და კოვიდის შემდეგ საკმაოდ ნელა იზრდება ეკონომიკურად, აქ თავისი პრობლემები და ამასთან ერთად კიდე ეს 0.4%-იანი ინფლაცია საკმაოდ მძიმე იქნება ევროპისთვის. კი ბატონო, აი რადგან ევროპის ნაწილში ეხეთ რომელი მიმართულებით უფრო თვალსაჩინოა ეს მდგომარეობა
ეკონომიკური შოკები მაქვს ხედულობაში. აზიის თუ ევროპის მიმართულებით ევროპას ძალიან ბევრ პრობლემასთან ერთად ემატება ეს ენერგეტიკული პრობლემები, რომელიც ძალიან თვალსაჩინოა ხო ამ ფაქტორების გათვალისწინების გარეშეც. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები მაქვს ხედულობაში, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და ასე შემდგომ და შემდგომ. აი ამ რეალობის გათვალისწინებით ეს კრიზისული შოკი, რომლისთვის უფრო მძიმე შეიძლება იყოს, დღევანდელი გადმოსახედა ბუნებრივია, ჩვენ ახლა ვშელობთ ჰიპოთეტურად დაშვებების საფუძველზე და ხვალ მოხდება თუ არა ეს ძალიან ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. რეალურად ორივეზე საკმაოდ მძიმედ გადაივლის, იმიტომ რომ ევროპას თავის პრობლემებზე ემატება ის, რომ ენერგია უძვირდება და ეს საკმაოდ დიდი დარტყმა არის, უფრო მეტი ინფლაცია იქნება. რაც შეეხება აზიას, აზია ყოველწლიურად მეტად და მეტად უფრო იხმარს ნავთობს, მათ შორის თხევად გაზს და რა თქმა უნდა ფასების ზრდა და ზოგადად ლოჯისტიკური შეფერხებები ნავთობთან დაკავშირებით პრობლემატური იქნება, იმიტომ რომ ბევრი წარმოება იქით არის, ბევრი წარმოება, რომელიც მოიხმარს მძიმე ნავთობს იქით არის, ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქცია, ასე ვთქვათ, მსოფლიო ბაზრის მიმოქცევაში მაქედან მოდის ან მაქეთ მიდის, შესაბამისად აზიასაც საკმაოდ დაარტყავს. ცოტა რთულია იმის თქმა, რომელს უფრო, მაგრამ აშკარა არის, რომ ორივესთვის საკმაოდ რთული არ იქნება მარტივი გადასალახი კრიზისი. საკმაოდ რთული იქნება. რეალურად ამ გადმოსახედიდან ჩანს თუ არა გამოსავლები და მათ შორის თუნდაც იგივე ალტერნატიული დერეფნების საკითხი, ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე ბიზნეს პარტნიორში, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, რადგან ლოჯისტიკურად ჯაჭვები, ეს მიწოდების ჯაჭვები საკმაოდ გართულებულია და რთული მდგომარეობა გვაქვს ამ ნაწილში გლობალურად და რამდენად შეიძლება რომ აი ამ მიმართულებით ყველა თვალსაზრისით დერეფნებს რაც ეხება აი ეს დერეფნები კიდევ უფრო მეტად გააქტიუროს, მათ შორის შუა დერეფანი, როგორც ენერგეტიკული, ისე დაუშვათ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში და ასევე რა თქმა უნდა თვითონ გადაადგილებისა და მიწოდების კუთხით შუა დერეფანი, როგორც გადამზადებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ზოგადად ალტერნატიული დერეფნების გამოყენება უკვე დაწყებული არის, მაგრამ როგორც წინაზე ვახსენეთ, იმის ნაწილსაც კი ვერ აღადგენს, რაც გადიოდა თვითონ ჰორმუზის სრუტეში, მაგალითად საუდის არაბეთმა დაიწყო წითელი ზღვის გამოყენება, რომ ნავთობი გადაანაცვლოს. შუა დერეფანიც აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იყო თავის დროზე ძლიერ განვითარებული, ამ ეტაპისთვის ეს დიდ მატერიალურ შედეგს ვერ მოგცემს. და იმისთვის, რომ ამან დიდი მატერიალური შედეგი მოგცეს, საკმაოდ დიდი ინვესტიციები და ამ გზების გაფართოება შეიძლება იყოს საჭირო. ამას გარკვეული დრო ჭირდება, რა თქმა უნდა. ყველაზე მარტივი გადაწყვეტა ამ შემთხვევაში და ყველაზე მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება ის, რომ ირანთან მიმართებით სიტუაცია დასტაბილურდეს, რამე დიპლომატიური გადაწყვეტილება მოხდეს და ჰორმუზის სრუტე ისევ გაიხსნას და პარალელურად ამ ქვეყნებმა ეს მიიღონ როგორც გაკვეთილი და განანვითარონ ეს ალტერნატიული მიმართულებები. ხო, მუდმივად არის ხოლმე საუბარი, რომ მათ შორის როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მას ძალიან ბევრი იყო საუბარი, რომ რამდენად გაიაზრა ევროპამ, რამდენად აქვს გააზრებული, რომ რუსეთზე თუნდაც იგივე ენერგოდამოკიდებულება არ იყოს სწორი, რომელსაც მანამდე მთელი ამ წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. და მიუხედავად აი ამ 4 განვლილი წლის ამ ცდელობის ერთგვარად რომ რუსეთზე არ იყოს დამოკიდებული, ასე მარტივი არ აღმოჩნდა დაუშვათ ამ მიმართულებით სურათის შეცვლა. ამ პროცესების გათვალისწინებით საინტერესოა კრიპტოინდუსტრიაში რა ხდება. და იქ როგორი სურათი გვაქვს და რა მოლოდინები უნდა ქონდეს კრიპტობაზრის მოთამაშეებს. რა თქმა უნდა, ხშირად ამბობდნენ, რომ კრიპტობაზარი იქცევა როგორც, ასე რომ ვთქვათ, დაცული აქტივი, როგორც ოქრო, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ბაზარზე გაუგებრობა არის, მაგრამ ამ მომავ კიდევ ერთხელ გვანახა, რომ კრიპტო ჯერ არ არის იმ სტადიაში, რომ ეს იყოს დაცული აქტივი და ასე ვთქვათ, ჰეჯირების ინსტრუმენტი. ერთი რამ, რაც განაპირობებს ამას, არის ის, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ვოლატილური აქტივი არის, ის ივაჭრება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, 365 დღე მთელი წლის განმავლობაში არ ჩერდება არასდროს ერთი წამითაც კი და პირველი ჩვენ ვხედავთ, როდესაც რამე მნიშვნელოვანი ხდება, ამას კრიპტობაზარზე. იმიტომ რომ პირველები ეგენი არიან ღია, მაქედან ხდება ფულის გადინება, შემოდინება. ამ ეტაპზეც დავინახეთ ის, რომ ინვესტორებმა არჩიეს ბევრად უფრო შეამცირონ რისკი, უფრო სტაბილურ აქტივებში გადავიდნენ და რადგან ისო მაღალ რისკიან აქტივად ითვლება მაინც კრიპტოვალუტა, შესაბამისად თანხები მაქედანაც გამოვიდა. თუმცა სტაბილურ დაუშვათ შედარებით დაბალ რისკიან ასეთ აქტივად ითვლება ოქრო.
რომლის ფასიც ბოლო პერიოდში თითქოს წამოვიდა უკან. მიუხედავად იმისა, რომ ის იმდენად მაღალ ნიშნულზეა, რომ არ ვიცი უკან წამოსვლა რამდენად რეალურად განაპირობებს იმის თქმას, რომ ოქროზე ფასი მცირდება, თუმცა მთლიანობაში მაინც ვხედავთ, ხო, რომ ოქრომ გარკვეულწილად უკუსლა დაიწყო. რამდენად ითვლება, რომ დღეს დაუშვათ იგივე ოქრო კვლავაც საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი აქტივია რისკის თვალსაზრისით? აუცილებლად უნდა თქვათ, რომ ოქრო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი არის დღესაც. ის გარკვეულ როლს ასრულებს და გარკვეული თანხები წავიდა ოქროსკენ. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დოლარი საკმაოდ გამყარებული არის ამ ბოლო რამოდენიმე დღეში. ამასთან ერთად ევროპასა და ამერიკაში ასევე გაზრდილი არის საპროცენტო განაკვეთები ბონდებზე. შესაბამისად, დოლარი და დოლარის ინსტრუმენტები უფრო საინტერესო არის ინვესტორებისთვის, რომ მეტი ფული უფრო წავიდა ამ აქტივებში. იმიტომ რომ ოქრო რო იყიდო, ოქრო არ იხდის არანაირი პროცესს, ეს უბრალოდ არის აქტივი, რომელიც ინახავს თავის ღირებულებას. შესაბამისად, ინვესტორს ურჩევნია, რომ გადავიდეს ესეთ აქტივში, რომელიც ასევე თან რაღაცა cash flows, ან თანხას გამოიმუშავებს ამასთან ერთად, რასაც ახლა აკეთებს დოლარი და დოლარის ინსტრუმენტები, კერძოდ ობლიგაციები. შესაბამისად, არის ერთი მომენტი, როდესაც ომის გამო ოქროში შევიდა საკმაოდ დიდი ფული და ჩვენ დავინახეთ, რომ ომი როცა დაიწყო, ოქროს გაიზარდა, მაგრამ არა ისე, რა თქმა უნდა, როგორც ნავთობი, მიახლოებით 2%-იანი ზრდა იყო, $5,200-მდე იყო ასული, თუმცა დღეს არის $5,050 ფარგლებში მიახლოებით და ეს გამპირობებული არის იმითი, რომ ინვესტორებმა უფრო მეტი ფული ჩადეს დოლარის ობლიგაციებში, თვითონ დოლარის ინსტრუმენტებში. ანუ ამერიკის სახელმწიფო მათ შორის ფასიან ხაღალდებში. კი, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. საინტერესო იქნება დავუშვათ რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ამ პროცესებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ შევხვდეთ ერთმანეთს და ვნახოთ როგორი იქნება დავუშვათ უკვე შემდგომ პერიოდში ბირჟებისა და სანავთობო ბაზრების რეაგირება. რატი მესხიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.